ფსიქოლოგია როგორც სფერო უქმდება. მათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გააუფასურეს. შესაძლებელია საბჭოთა ფსიქიატრია მივიღოთ. პოლიტიკაა პრობლემა. ძალოვანი სტრუქტურების მიერ ინიცირებული პროცესია. ის არაფერი ესაქმება. მათი დაავადება იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული. ხმა აღარ ამოიღებოდეს. დიაბეტი პლუს დეპრესია არ უნდა გამოეპაროს ოჯახის ექიმს. ფსიქიატრია და ნარკოლოგია უნდა გაერთიანდეს. ძირეული რეფორმირება სისტემის კოორდინაციაში დარგის სპეციალისტებთან. ადამიანს რა სჭირდება სამწუხაროდ ნიველირებული. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო ბევრი პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას. ბევრი წელია და სამწუხაროდ ეს პრობლემები ვერასოდეს ვერ გვარდება, მიუხედავად იმისა, რომ დაწერილია ორი ეროვნული სტრატეგია, რომელიც თუ შესრულდა, აუცილებლად გამოსწორდებოდა მდგომარეობა. მიუხედავად ამ ორი ეროვნული სტრატეგიისა, რომელზეც საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა და ბევრი სპეციალისტი იყო ჩართული და ასევე უცხოური ექსპერტები და ევროკავშირის დახმარებით მოხდა, გაწერილი ყველა ის ნაბიჯები, რომელიც იყო, სამწუხაროდ ვერ შესრულდა დღემდე. ვერ მოხდა ამ დარგის დეინსტიტუციონალიზაცია. ვერ მოხდა თემზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა, ზოგი დაინერგა სამწუხაროდ, მაგრამ დღეს ეს სერვისები არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ შეიძლება დაიხუროს და შესაბამისად არ მოხდა ის, რომ ეს დარგი მოიხსნა სტიგმა, რომელიც ბევრი წელიწადი არსებობს და მოდის საბჭოთა კავშირიდან და სამწუხაროდ ჩვენ ეხლა ვხედავთ იმას, რომ ჩვენ ვბრუნდებით იგივე ეპოქაში, სადაც შესაძლებელია საბჭოთა ფსიქიატრია მივიღოთ, რაც არის ამის ნიშნები სამწუხაროდ და უკვე გამოიყენეს რამოდენიმეჯერ გარკვეული, ასე ვთქვათ, მექანიზმები იმისათვის, რომ ადამიანებს შეუქმნან გარკვეული პრობლემები, ვისაც აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში არის როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის განსაკუთრებულად გამოხატულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ჩვენ შეგვიძლია დავყოთ გარკვეულწილად. ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია ალბათ. პირველი, ეს არის გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული პრობლემები, ან სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, მათ შორის გეოგრაფიული გადანაწილების თვალსაზრისით და მეორე, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი, რომელიც წლების მანძილზე გვიდგას ჩვენ, ეს არის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობა, რაც გამოწვევად რჩება და ამ ნაწილშიც სახელმწიფო არანაირ რეაგირებას არ ახდენს, ასე ვთქვათ, არ ახდენს სტიმულირებას ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ამ დარგში მობილიზების. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კვლავ სტიგმატიზებულია ეს დარგი, ასე ვთქვათ, პაციენტები, რომლებიც აქ ტრიალებენ, ამ სისტემაში ხვდებიან და მნიშვნელოვანია ასევე, რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე ბავშვთა ფსიქიატრია, რომელზე ხელმისაწვდომობაც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. პირველად ჯანდაცვის რგოლში ზოგადად გვაქვს დიდი პრობლემა. ეს პირველად ჯანდაცვის რგოლი წარმოადგენს ზოგადად მეკარიბჭეს, ასე ვთქვათ, პირველად პაციენტი ხვდება ოჯახის ექიმთან და მას უნდა ქონდეს ის უნარჩვევები, რომ მოახდინოს იდენტიფიცირება პრობლემის, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან არის კავშირში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დაიწყოს პრევენციულად ზრუნვა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, მით უმეტეს იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და მოახდინოს გარკვეულწილად სკრინინგიც ასეთი ადამიანების და შემდგომ გადამისამართება რეფერალი, ასე ვთქვათ, სპეციალისტთან. ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში იდენტიფიცირდა მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკური დაავადების არსებობა, არარსებობის ფაქტთან და ამიტომ მიდგომაც, რასაც დღეს ვხედავთ, არის რატომღაც დაყვანილი მხოლოდ და მხოლოდ იმ პარამეტრებზე, რა მდგომარეობაშია ინსტიტუციები.
დიახ, ინსტიტუციები არის სავალალო მდგომარეობაში. ბოლო 15 წელი და მეტი შეიძლება ითქვას, რომ ესეთი მიზნობრივი გაუმჯობესება არ მიმართულებით არ მომხდარა. უფრო მეტიც ის ფრაგმენტული და კარგი კონტექსტი რაც იყო მაგალითად 2010-12 წლებში, როდესაც შეიქმნა დიდი კლინიკების ნაცვლად რამდენიმე პატარა განყოფილება მულტიპროფილურ კლინიკებში, რამაც კიდევ უფრო დაძლია აი ეს ადამიანების სტიგმა იმისა, რომ მიემართა კლინიკებისთვის, ესეც მოიშალა დაახლოებით 2014-2018-19 წლებში ორი განყოფილება დაიხურა და ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი ქალაქ თბილისში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მომზადებელი იყო საზოგადოება და დღესაც არის, რომ ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უფრო ფართო კონტექსტით, ვიდრე ეს არის მაგალითად სტაციონარში მიყვანა პაციენტის ან სტაციონარიდან გამოყვანა. ვინაიდან ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიწევს მუშაობა, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვთქვა, რომ მართლა კრიტიკას ვერ უძლებს, რა სიტუაციაც გვაქვს ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა პოლიტიკოს, რომელსაც ახსენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მტკივნეული საკითხია. რაც მე თვალში ხდება როგორც სპეციალისტს არის ის, რომ არსებობს რაღაც სერვისები, მაგრამ არის ძალიან ფრაგმენტული, ხშირად ისინი ერთმანეთს იმეორებენ და მათ შორის არანაირი კონცეპტუალური ბმა არ ხდება. საერთოდ არ არსებობს საქართველოში სისტემა, რომელიც იდენტიფიცირებას გაუკეთებს უკვე ადრეული პერიოდიდანვე საჭიროებას, რომელიც აქვს ბავშვს. ახსენეს ხო პირველადი ჯანდაცვის როლი, სადაც ოჯახის ექიმს აქვს ყველაზე ხშირი შეხება ბავშვთან და მას უნდა კონდეს უნარი თუ რაიმე საჭიროება დროულად მოხდეს ბავშვის გადამისამართება, მაგრამ მარტო პირველად ჯანდაცვის რგოლი არ არის სკოლამდელი დაწესებულება. ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ეხლა ის განვითარების პრობლემა არ არის და არის ქცევითი ან ემოციური პრობლემები, დაახლოებით 4 წლის ასაკიდან უკვე იწყებს მანიფესტირებას და აი საბავშვო ბაღის პედაგოგს რო კონდეს უნარი ეს შეამჩნიოს და სწორად მიაწოდოს. აი, აქ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. როგორია კომუნიკაცია სერვისებს შორის, ხო? რატომ ხდება მშობლისთვის ტრაგედია, როცა მას ამ ინფორმაციას აწვდენ, თუ აქ მნიშვნელობა როგორ გაწვდიან. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბავშვი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული პრობლემა, მშობელი ისეთია დამოკიდებულება სისტემის მხრიდან იძულებულია, რომ აქედან გაიყვანოს და შეიძლება რამდენიმე ადგილის შეცვლა დასჭირდეს. იგივე სკოლაშიც რო ვთქვათ, ხო, უნდა კონდეს მასწავლებლებს კომპეტენცია და აი არასტიგმატიზება არის ალბათ თავარი საკითხი, რასაც შეუძლია, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა მოგვიგონოს. ამიტომ რეალურად პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი ვინც ახდენს იდენტიფიცირებას ბავშვებისას, რომელსაც აქვთ გარკვეული პრობლემები, ქცევითი, ემოციური, ეს არის პოლიცია. როდესაც ბავშვი უკვე ისე გართულდა ქცევა, ბავშვი აღმოჩნდა ქუჩაში, ბავშვმა რაღაც ჩაიდინა, გვაქვს იაშვილის კლინიკაში განყოფილება, თუ ვცდები ნინო გამისწორეთ და გვაქვს თემქაზე, რომლებიც კი ბატონო და რომლებმაც შეინარჩუნეს პრინციპში აი ეს თემა, რასაც მულტიპროფილურ კლინიკაში შენარჩუნებული განყოფილება ჰქვია და შეინარჩუნეს სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო მე მგონი პირადი ინიციატივების საფუძველზე და არა ის, რომ დაუშვათ სახელმწიფოს განსაკუთრებული ძალისხმება იყო. ეს იყო უბრალოდ მოდუსი იმ ადამიანებისა, რომლებიც კერძო მფლობელობაში არსებულ კლინიკაში ინარჩუნებენ ამ ძალიან მძიმე დარგს. მე როგორც ფსიქოლოგს მჭირდება, რომ გადავამისამართო, ჯერ ისიც მინდა ვთქვა, რომ ბავშვთა ფსიქიატრების ძალიან დიდი დეფიციტია ქვეყანაში. გადავამისამართო, თუმცა
ეს უკვე აღარ არის კონკრეტულად იქ ხელმძღვანელი პირების, ექიმების ან ფსიქოთერაპევტების, ასე ვთქვათ, არანაირი დანაშაული ინფრასტრუქტურულად. ეს არის გარემო, სადაც ბავშვი შეიძლება კიდევ უფრო ცუდად გახდეს და სადაც მხოლოდ მედიკამენტით შეიძლება იმ ინფრასტრუქტურიდან გავდე. ახლა ეს რას ნიშნავს, რომ იგივე სიტუაცია ზრდასრულებში, ნამდვილად იგივე სიტუაცია. განვითარებული მსოფლიო საუბრობს იმგვარი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც არ დააზიანებს არც პატარა მიკროკოსმს და არც აი ამ ზრდასრულ ადამიანს. ძალიან ხშირად მაგალითად სწორედ ამ მძიმე ინფრასტრუქტურის გამო ვარს ამბობენ მშობლები მართლად მძიმე მდგომარეობაში მყოფი საკუთარი დასრული შვილები ან ოჯახის სხვა წევრები მოიყვანონ კლინიკებში. ეს ერთი ოაზისები არის ერთეული და ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში თითქოს კერძო ინიციატივები ამ მხრივ წავიდა და შეიქმნა კერძო ინფრასტრუქტურები ამ მიმართულებით, თუმცა ეს არის ძალიან არახარჯთ ეფექტური, ეს არაა სახელმწიფო სერვისები და აქ მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს იმისას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ამ ადამიანების ღირსეულ ყოფაში მკურნალობა. მე არ მაქვს საუბარი, რომ მათი გამოკეტვა იქ საჭირო. იცით, სოციალური სახლი შეიძლება დაჭირდეს ძალიან დაბალ პროცენტს თუ მდგომარეობა სწორად და კარგად არის მართული დაავადების მთელი მიმდინარეობის მანძილზე. მაგრამ როდესაც ეს მკურნალობა არის ფრაგმენტული, პირველი, იმიტომ რომ არ არის ინფრასტრუქტურა, მეორე, იმიტომ რომ კვალიფიციური მუშახელი, მოტივირებული არ არის кейსი, მულტიჯგუფურად მართონ. დღეს ჩვენ სხვა რეალობაში ვართ, სხვა პარადიგმა მართავს მედიცინას. ჩვენ აღარ უყურებთ პრობლემას, როგორც ავადმყოფობის არსებობა, არარსებობას. ჩვენ უყურებთ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემების მქონე ადამიანს, როგორც ბიოფსიქოსოციალურ არსებას. დიახ, ადამიანს, რომელსაც აქვს მაგალითად დიაბეტი. და მაგალითად ამ დიაბეტის ფონზე მას აქვს დაბალი გუნება განწყობა. შესაბამისად მას აქვს დიაგნოზი დეპრესია, ხო? აი ამ მდგომარეობის მართვა სოციალური პარამეტრების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ფსიქიატრია დაუახლოვდეს ყველა სხვა დარგს და არა გამოეყოს ყველა სხვა დარგს სტიგმატიზების კონტექსტში. ეს ერთი, რაც პრობლემა, პოლიტიკაა პრობლემა, ფულია პრობლემა, დიახ, მედიკამენტების დეფიციტია. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ რაღაც გარკვეული ტიპის მედიკამენტების გაცემაზე კონტროლი იმგვარად გაამკაცროს, რომ წყვეტა გქონდა. იმიტომ რომ სადღაც ოდესღაც ითქვა, რომ ეს პრეპარატი გამოყენებული იყო თრობის მისაღწევად. არ იწვევს ის პრეპარატი ნარკოტიკულ თრობას და აქედან გამომდინარე იმდენად შეიზღუდა, რომ თვეების განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკებს არ ჰქონდათ კონკრეტული მედიკამენტი და როდესაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელში გადავიდა, მაგალითად ამ პრეპარატების მიწოდება აღმოჩნდა აღრევა, იმიტომ რომ ქსელში ვეღარ ყიდულობენ და დეკლარირებული, რომ პრეპარატი ადამიანმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსაგან, თუ მას აქვს გარკვეული ტიპის დიაგნოზები, ამას ვეღარ ახერხებდნენ თვეების განმავლობაში და საკუთარი ჯიბი აფთიაქებიდან ყიდულობენ ამ პრეპარატს და არა უფასოდ გადაეცემათ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია დასავლეთ საქართველოში. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ნაწილში, სადაც ისედაც გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემა აქვს პაციენტს, იმისათვის რომ ოჯახის წევრმა პაციენტის კუთვნილი ტაბლეტები, ლაპარაკია ჰალოპერიდოლზე, აზალეპტინზე, რისპერიდონზე, ანუ იმ წამლებზე, რომელსაც არ მოიხმარენ სხვა ადამიანები, ამ ადამიანმა, ანუ ოჯახში არსებულმა
პირმა მინდობილობა უნდა გააფორმოს, ისე უნდა მივიდეს ექიმთან და ამ მინდობილობაში ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა, ისედაც იმ წირი შემოსავლების მქონე ადამიანმა, რომელსაც დაუშვათ თავისი არსებობისთვის ისედაც არ აქვს შესაძლებლობა რომ მიმუშაოს. არც ერთი სადაზღვეო პაკეტი არ გამიგია, რომელიც დაუშვათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას აფინანსებს ამ ფსიქოთერაპევტის მომსახურებას, ამ ფსიქიატრის, ამ თუნდაც მედიკამენტოზურ და ამ დროს არიან ქრონიკული, ასე ვთქვათ, საჭიროებების მქონე ადამიანები, რომელსაც მუდმივად სჭირდებათ ხელმისაწვდომობა დაბალია, ამაზე ნინომაც ისაუბრა და ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია, რომ თუნდაც კერძო პროვაიდერი, ხო, კერძო სადაზღვეო კომპანიისთვის არ არის პრიორიტეტული სფერო და ესეც ერთ-ერთი პრობლემა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სხვათა შორის ნეიროგანვითარების, ადრეული განვითარების ცენტრები, სხვადასხვა. მინდა გითხრათ, რომ ბევრი მათგანი ფინანსდებოდა აი უცხოური შემოწირულობებით, გრანტებით და დღეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბევრ მათგანს ალბათ კითხვის ნიშანი შეიძლება დაუსვათ, რაც იქნება ძალიან დამღუპველი, იმიტომ რომ უამრავი ბავშვია აუტისტური სპექტრის აშლილობით და სხვადასხვა ტიპის დიაგნოზებით, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ. საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში და არაერთხელ მინახავს ასოწარკვეთილი დედა, რომელსაც ყავს აუტისტური სპექტრის შვილი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, მდგომარეობა ისეთ, რომელსაც და ვერ მართავს და ქვეყანაში არ არსებობს სერვისი, რომელიც ამ დროს დედას გვერდში დაუდგება და მოხდება თუნდაც ბავშვის გადაყვანა სადმე, არა ისეთი ტიპის დაწესებულებაში, როგორი ჩვენ გვაქვს, რომელიც ამაზე იქნება მორგებული, ხო? ესეთი სერვისი ქვეყანაში ჩვენ არ აგვაქვს. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე, ეხლა ჩემს თვალწინ, აი განვითარდა და აი გულდამშვიდებული რო ხარ როგორც სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტს ქონდა ეხლა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამა იხურება და მათ შორის სავარაუდოდ ესეც ადრეული განვითარების არაჩვეულებრივი ცენტრი, სადაც მე პირადად ბევრი ბავშვი გადამიმისამართებია და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და იქ იყო სხვა შორის მულტიპროფილური, აი ქცევითი ანალიტიკოსები, ქცევითი თერაპევტები, რაც აი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ქცევით დარღვევებზე ვსაუბრობთ, ხო? და ამის ბევრი რისკის ფაქტორი არსებობს დღეს ქვეყანაში, რომ შეიძლება მოიმატოს კიდეც, იმიტომ რომ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია, კრიზისია ქვეყანაში და ასე შემდეგ და ეს სოციალური კონტექსტი ძალიან მაღალი რისკის ფაქტორს წარმოადგენს იმისთვის, რომ ჩვენ ცოტა აი ამ კუთხით პრობლემები გქონდეს და ამ დროს ასეთი მნიშვნელოვანი ცენტრი იხურება და საერთოდ პროფესიას რა, ეხა ფსიქიატრია, ალბათ ამას ასე ვთქვათ ესე ვერ გააუქმებენ, მაგრამ ჩემი აღქმით ფსიქოლოგია როგორც სფერო უქმდება, იმიტომ რომ იხურება ილიას უნივერსიტეტს ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ამზადებებს, ფსიქოტრაუმატოლოგებს და ეს ხაზგასმით მინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ზოგადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაში და ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ყველას არ შეუძლია, ყველა ფსიქოლოგს, ყველა ფსიქოთერაპევტს არ შეუძლია იმუშაოს ტრავმირებულ ბავშვთან და ჩვენ ყავს ძალიან დიდი რაოდენობით ბავშვები, რომელსაც აქვთ განვითარების ტრაუმა, რომლებიც არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და ასე შემდეგ სიღარიბეში იზრდებიან და სფერო, რომელიც მთლიანად ამაზე იყო, ამ არამხოლოდ მომსახურე პოლიტიკის კეთებაზე იყო ორიენტირებული, ეს იხურება. და ეს არის სავალალო საგანგაშო მდგომარეობა. არ არის ბატონო ფსიქოლოგია, მარტო ზოგადი ფსიქოლოგია. მას აქვს ძალიან ბევრი მიმართულება და შესაბამისად აი ეს ყველაფერი ახლა რაც ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანწილად პრობლემას შეუქმნის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს. რაც შეეხება სუიციდის და თვითაზევის მოზარდობის ასაკში ძალიან მაღალი რისკის ჯგუფია.
გვაქვს რამე რამდენჯერ დაურეკავთ ალბათ ნინოსთვისაც ჩემს რომ ბავშვი აი რაღაცა შეამჩნიეს სანამ არ მომწიფდება პრეფრონტალური კორტექსი მანამდე ყოველთვის არის რისკი რომ იმპულსური გადაწყვეტილება მიიღოს ახალგაზრდამ და შესაბამისად ქცევაც თვით დამაზიანებელი აღმოჩნდეს მის ხელში როგორც ერთ-ერთი რეპერტუარი ქცევათა შორის და ეს მადლობა კოპირებას აკეთებენ სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების კუთხე ძალიან მოწყვლადი ასაკია იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები ხდება ამასაც სოციალიზაცია როდესაც უნდა გაარკვიოს ვინ არის და როგორ უნდა წავიდეს ხვალინდელი დღისკენ თუნდაც ის რომ პუბერტატის ასაკშია და ეს გადაწყობა ხდება დაუშვათ მარტო იდენტობის ძიება კი არა სხეული სხვა სახლშია სხვა ბიოლოგია აქვს აბსოლუტურად და ურთულესი ასაკია და ძალიან მაღალია რისკები და ჩვენ არაფერი არ ჩვენ ვართ აი საერთოდ შიშველი ხელებით ამასთან რამდენჯერ დაურეკავთ და უთქვამთ რომ სად წავიყვანო ნუ ამ ხრივ მით უმეტეს აი ეს პროგრამები რომლებზედაც იყო ლაპარაკი სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული პროგრამებში არის რაღაც უკვე დიდი ხანია ჩადებული აი ეს დეინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული ტენდენციები, მაგალითად იგივე სათემო მომსახურება, რომელსაც ჩვენ უწოდებთ მობილურ გუნდებს. სათემო მომსახურება, კრიზისული ინტერვენციის ცენტრები, მაგრამ დაფინანსება არის მწირი ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ ამავე დროს, როდესაც დაიწყო ამ პროგრამების ადმინისტრირება, ძალიან ხშირად ეს პატარა ჯგუფი მულტიდისციპლინური ექთანი ექიმი, ფსიქოლოგი, როდესაც დაჯგუფდნენ და აი ასე მენეჯმენტს აკეთებდნენ, სახში მიჰქონდათ მედიკამენტი, ესეც კი პრობლემა გახდა მედიკამენტის სახში მიწოდება, იმიტომ რომ დეფიციტი იყო პრეპარატების და მეორე სამართლებრივად როგორ მიეწოდებინათ ის პრეპარატი, რომელიც სპეცკონტროლსაა დაქვემდებარებული, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი ნარკოტიკულ საშუალებებზე, აქ არის საუბარი იმ ფსიქოტროპულ საშუალებებზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ შიზოფრენიით, ბიპოლარული აშლობით და მძიმე მენტალური მდგომარეობების მქონე ადამიანებს და ამ პატარა ჯგუფებმა თავიდან გადაწყვიტეს ეს თავისი საქმიანობა ეწარმოებინათ მაგალითად საკუთარი მანქანით. იმიტომ რომ იყო იდეა, რომ შემდეგ აი ამ გუნდებისთვის ერთი მანქანის შეძენა შესაძლებელი გახდებოდა. დღეს აი ამ მანქანაში რომ ბენზინი ჩაასხას ადამიანმა, დამატებით აი იქმნება სამართლებრივი პრობლემები და მაგალითად ვაძლევთ ვითომ 60 ლარს იმისთვის რომ რაღაც საქმიანობა ბენზინი ჩააცხას და წავიდეს, მაგრამ დღეს იმ ადამიანებს მანქანების ამორტიზაციების პრობლემა ექნებათ, ტრანსპორტირების პრობლემები ექნებათ. მაგალითად, ზესტაფონიდან, ესე იგი, იმერეთის სოფლებამდე უნდა აიტანოს ექიმმა და ექთანმა, ან სოციალურმა მუშაკმა, ან ფსიქოლოგმა ეს მედიკამენტი უნდა მიაწოდოს პაციენტს და ეს უნდა ხდებოდეს არა თვეში ერთხელ, არამედ პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამიტომ დაწყებული იდეაც კი დღეს დარტყმის ქვეშაა. ძალიან მომეწონა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბატონმა ზურაბმა ახსენა თემა იმის შესახებ, რომ ძალიან კარგი პროგრამები გვაქვს შექმნილი, მე საუბარი მაქვს ამ შემთხვევაში სტრატეგიული განვითარების გეგმაზე. უკეთეს ვერ ინატრებს ვერც ერთი სახელმწიფო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ 2024 წლის ბოლოსთვის იქიდან იმ 2 წელიწადში, აი იმ 2 წელიწადში, რაც უკვე დაწყებული იყო, მოქმედება პრაქტიკულად არაფერი არ იყო განხორციელებული და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი კარგი რაც განხორციელდა იყო ის, რომ კარიტასის დახმარებით, ანუ ისევ და ისევ უცხოელი კოლეგების მხარდაჭერის და ექსპერტის ფრანსის დახმარებით, უფრო ფინანსური მხარდაჭერით მოხდა
დაახლოებით 10 guideline-ის, ანუ სამკურნალო სარეკომენდაციო გეგმების შეთავაზება პირველადი ჯანდაცვისთვის. აი ის რაც ქალბატონმა ანამბძანა. საქმე იმაშია, რომ ეს გავაკეთეთ ფსიქიატრთა საზოგადოებამ, რომლის წარმომადგენელიც ვარ, ასევე ალიანსმა ქალბატონმა ეკამ, იქ მანანა შარაშიძე, ანუ მთლიანად თუ კი ვინმე დარგში ვართ, ჩართულები ვიყავით ამ პროცესებში და შევქმენით და დავდეთ 10 მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო გზამკვლევი. მე არ ვიცი ეს გზამკვლევები დღეისთვის დამტკიცებული არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. არ მომეწონა და მე და მაიამ გავისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ აი სკრინინგი ცოტა არ მომეწონა. ეს სკრინინგზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარი არის, რომ პირველად ჯანდაცვაში მისულ ექიმთან პაციენტი არ უნდა დარჩეს ფსიქოლოგიური კომპონენტის შეფასების გარეშე. და მაგალითად, წეღანდელი მაგალითი გავიმეოროთ. დიაბეტი პლუს დეპრესია არ უნდა გამოეპაროს ოჯახის ექიმს და საჭიროების შემთხვევაში პირველად ინტერვენციები დაიწყოს ან გადაამისამართოს მიზნობრივად, ესე იგი, თემში არსებულ კონკრეტულ სერვისში. სად არის ეს თემში არსებული კონკრეტული სერვისი? ძალიან შეზღუდულია. მაგალითად, მესტიაში მისულ პაციენტს, რომ აღმოაჩნდეს თუნდაც აფექტური სპექტრის უფრო მძიმე დარღვევა, ის უნდა ელოდოს კვირების განმავლობაში, რომ ფსიქიატრი მასთან მივა. ამიტომ ისევ უცხოელების დამხმარებით დღეს მიმდინარეობს ტელემედიცინის პროექტის იმპლემენტაცია, დანერგვა. თუმცა ესა ერთეული ადგილები, სადაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი. არსებულმა რეჟიმმა შემოიტანა ძალიან მძიმე რეფორმა, რომელსაც ქვია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის დაავადებულ პირთა რეესტრი, რომელიც უნდა განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, რაც უკვე თავისთავად ძალიან მძიმე შედეგების მომტანია. ვინაიდან პირველი რაც არის და ყველაზე მძიმე რაც შეიძლება მოყვეს ამას, ეს არის სტიგმატიზაცია კიდევ უფრო მეტად, ისედაც ეს დარგი სტიგმატიზირებულია. იმის მაგივრად, რომ შექმნან პედოფილების რეესტრი, რომელიც ძვინვარებს ქვეყანაში, ან უფრო მეტი ადამიანის, რომლებიც დანაშაულს ჩადის და სისტემურ დანაშაულს ჩადის, მათი რეესტრი და იყოს ორიენტირებული იმ ადამიანებზე, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენს საზოგადოებისთვის, ამის მაგივრად ქმნიან ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს და სტატისტიკურად დადგენილია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტები უფრო ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მოძალადეები. ამიტომ ეს რეესტრი, რა თქმა უნდა, შექმნილია არა იმისთვის, რომ რაიმე სარგებელი მოუტანოს ჩვენ მოსახლეობას, არა იმისთვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ კონტროლის ქვეშ. და თუ მოუნდა ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს რეესტრი მათ წინააღმდეგ. როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე ნარკომანიის დაავადებულ პირთა. თუმცა ეს რეესტრი მოდის წინააღმდეგობაში პაციენტის უფლებებთან, ვინაიდან კანონი არსებობს პაციენტების უფლებების, სადაც წერია, რომ მისი დაავადება და ექიმს შორის დადებული ხელშეკრულება, მის სამედიცინო ისტორია არის კონფიდენციალური და არავის არ აქვს უფლება, რომ იცოდეს მისი დიაგნოზი და მხოლოდ სასამართლოს შეუძლია დადგენილებით, თუ მან ჩაიდინა დანაშაული, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაამჟღავნოს ეს მისი დიაგნოზი. ასევე ირღვევა კანონი, რომელიც არის ანონიმურ მკურნალობასთან დაკავშირებით, რაც ასევე ქმნის პრობლემებს ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა მკურნალობაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანების რეესტრში მოხვედრა ნიშნავს ამ ადამიანების ძალიან ბევრი უფლებების ჩამორთმევას, რაც არის მართვის მოწმობა, შეიძლება ხმის უფლებაც ჩამოართვან ამ ადამიანებს, საჯარო სამსახურებში მუშაობა და ასე შემდეგ.
თანამედროვე ფსიქიატრია აღადებს ერთ რამეს, რომ ადამიანი, რომელიც დღეს აქვს მენტალური პრობლემები, უნდა იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში და არ უნდა იყოს გარიყული ამ საზოგადოებიდან. ამიტომ იფიქრონ იმაზე, რომ შექმნან მოძალადეების და პედოფილების რეესტრი, იმიტომ რომ კატასტროფული მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ ესეთი ფაქტი და დაანებონ ადამიანებს, რომელსაც აქვს მენტალური ან ნარკომანიით ან ალკოჰოლქცევითი რაიმე პრობლემები. შესაბამისად, ამ რეესტრის შექმნა არის ძალიან დიდი დანაშაული. ფაქტიურად შესაძლებელია ფსიქიატრია და ნარკოლოგია როგორც დარგი ისე განადგურდეს, იმიტომ რომ მომართვიანობა ძალიან შემცირდეს. ქართული ოცნების მიდგომა ზოგადად ჯანდაცვის სისტემისადმი კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე მათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე გააუფასურეს. მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე მიმართულებებში, როგორიც არის ნარკოლოგია, ვთქვათ და ფსიქიკური ჯანმრთელობა, იმის ნაცვლად, რომ მათ მიიღოთ საკანონმდებლო ცვლილებები პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად, მათთან დისკუსიის შემდგომ შსს მიერ ინიცირებული აი ეს რეესტრი ფაქტობრივად გადაიტანეს უკვე საპარლამენტო სივრცეში, სადაც ჯანდაცვის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება აი ამ რეესტრის არსებობის შესახებ, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ინიცირებული პროცესია, რასაც ხელს უწყობს მათ შორის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს, რაც საბოლოო ჯამში ფაქტობრივად რეგრესს წარმოადგენს დარგისთვის, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ხდება სტიგმატიზება ადამიანების გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე დღევანდელ დღეს ჩვენ ეს გვქონდა გამოწვევის სახით, მეორეს მხრივ არის პრობლემა პერსონალური ინფორმაციის დაცვის, ვინაიდან არანაირი ბერკეტი დღეს ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ფაქტობრივად, რომ პერსონალური ინფორმაცია იყოს დაცული და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ მოცემულობაში, სადაც ფაქტობრივად რეჟიმი მოძალადის როლშია და მოძალადე სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, რომ ამ ადამიანების გამოყენება მოხდეს სხვადასხვა მიზნით და მათ შორის მათზე გამოყენებული იქნეს დაშინების მექანიზმი. ეს არის სამი ძირითადი პუნქტი, ალბათ, რაც დაკავშირებულია კონკრეტულად რეესტრთან. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საქმიანობა, რომ ეფექტური იყოს, ორ მიდგომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ერთი, რომ სტიგმისგან უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება, არ უნდა იყოს ეს სფერო სტიგმატიზებული, ეს იქნება ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან თუ ნებისმიერ ამ სფეროს წარმომადგენელთან მისვლა და მეორე თავარი პრინციპი ეს არის ნებისმიერი სერვისი, ნებისმიერი მომსახურება უნდა იყოს დაფუძნებული ადამიანის უფლებებს. აქ შემოდის კონფიდენციალობა, აქ შემოდის არ დისკრიმინაციული დამოკიდებულება და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ის რაც ჩვენ უკვე ხელში გვიჭირავს კანონის სახით, რომელიც ვიტყოდი რომ რაღაც ტროას ცხენივით შემოვიდა ამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, იმიტომ რომ იქ იყო საუბარი თითქოს მანქანის მართვის უფლებაზე, იარაღის ტარების უფლებაზე და აქ უკვე არსებობდა მაია. ხო, და ეს არსებობდა და ვიცით რა ფორმითაც არსებობდა, ხო? როგორ ხდება მართვის მოწმობების აღება და ასე შემდგომ. ანუ ამაში შეიფუთა უსაფრთხოების თემაში და ეს არის პირველი უზარმაზარი დარტყმა სტიგმის გაძლიერებაზე, იმიტომ რომ შენ ავტომატურად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ქონა დაუკავშირე უსაფრთხოების საკითხს, ანუ ქვეშეცნეულად ამბობ, რომ ეს ხალხი საშიშია, ეს არის აქ აბსოლუტურად მიუღებელი და მეორე რა ესაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმენაირ რეესტრთან, სადაც იქნებიან, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არის წარმოუდგენელი და არ ვიცი ნინო თუ არსებობს რაიმე პრეცედენტი, მე არ გულისხმობ არც ბელორუსს, არც რუსეთს, არც ისეთი ქვეყნებისას, სადაც ეს რეესტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არსებობს, ხო? ახლა მე თუ მინდა რომ დავადგინო თქვენ გაქვთ თუ არა უნარი ატაროთ მანქანა
საერთოდ სხვა ტიპის და შეიძლება თქვენ გქონოდათ რაღაც რემისიის ფაზაში ხართ, რაღაც დიაგნოზი შეიძლება გქონდეთ, შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია, მაგრამ აქ იმისთვის რომ ავარია არ მოახდინოს ადამიანმა, საშიში არის აბსოლუტურად სხვა რამ. პირველ რიგში მორალი ადამიანის და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. და რამდენჯერ მომისმენია კამერა არ არის აქ და მიდი მიაწექი და აი მიდი მიაწექი, ეს უკვე სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხია და რა შუაში აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობა. მეორეც არის გარკვეული უნარები, ფუნქციური უნარები ადამიანის, რომელსაც შეიძლება არასდროს არაფერი არ ქონია, მაგრამ დაუშვათ ხედველობის, სმენის პრობლემა, მაგალითად სმენის პრობლემა მაქვს და ჩემი დასმა საჭესთან არის საშიში, იმიტომ რომ შეიძლება ვერ გავიგონო, ანუ აი ესეთ ფუნქციური დარღვევა მაქვს. ამიტომ ეს როგორ უნდა ხდებოდეს, ხო? მე როცა მიჩნდება სურვილი რომ მართო ავტომობილი, უნდა არსებობდეს სპეციალური, ასე თქვა, ტესტირება, სადაც მე ყველა ამ ფუნქციაზე გავივლი შემოწმებას და არანაირ რეესტრი ამას არ ჭირდება, ისევე როგორც იარაღის ტარებას. აი ეს არის აბსოლუტურად, აი ჩემი აღქმით, კარგად შეფუთული, ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც გაზრდის სტიგმას, უკვე უსაფრთხოების საკითხთან ამის დაკავშირება არის ძალიან დიდი პრობლემა და მეორე, რომ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს შეამცირებს ადამიანების მიმართვიანობას, რომ კონფიდენციალობაზე დგას ჩვენი პროფესიები, აბსოლუტურად, განსაკუთრებით საშიშია მოზარდების, რომ მოზარდი თავისთავად, როდესაც მას აქვს ჩემი დაკვირვებით, მას აქვს რაღაც პრობლემა ძალიან ნაკლებად, რომ ეძებდეს დახმარებას. პირიქით. მას სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, რეზისტენტობა აქვს სამყაროსთან და ძალიან უჭირთ მოზარდების მოყვანა ზოგადად თერაპიაში. ეს საერთოდ ჩაკეტავს კარს. მეორეც, ეხლა წარმოიდგინეთ ბავშვობაში, რომ რაღაც დარღვევა ქონდა და ამის გამო შენ ამ რეესტრში ელაბლუობა მაგალითად არის დიაგნოზია, ფსიქიატრიული დიაგნოზია. ხო, და ამის გამო აღმოჩნდა შენ ამ რეესტრში, ხო, წარმოუდგენელი. და ჩვენი დილემა, ნინო, აი ყველაზე სერიოზულად რაზეც ფიქრობ, შეთან რომ მოდის ადამიანი, შენ რაზე უნდა იფიქრო? შენ უნდა იფიქრო ადამიანზე, ამას შენი პროფესიული მუნდირი გავალდებულებს და ამ დროს გავალება, რომ ეს სადღაც გადასცე. და აი აქ ეს პროფესიული დილემის, ასეთი დილემის წინაშე პროფესიონალის დაყენება არის ძალიან ამორალური სახელმწიფოს მხრიდან. ეს ძალიან შეუწყობს ხელს, რა ვიცი, მე იატაქვეშეთი ფსიქიატრის და ისევე როგორც იყო აბორტი, კრიმინალური აბორტი, დაახლოებით ესეთ ფაზაში გადავა მედიცინა ზოგადად, აი კონკრეტულად ჩვენი მიმართულება. რაც შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრის შექმნას, ნორმალური გამოცდილების მქონე ფსიქიატრი დამეთანხმება იმაში, რომ ნებისმიერი ასეთი ტიპის შეზღუდვა, რომელიც ირიბად ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე მიდის და შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტული პირის დისკრედიტაციისთვის, არ არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ჯანმრთელობაზე მზრუნველობის გამოხატულება. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ რეესტრის შექმნით უსაფრთხოებაზე და დაცულობაზე ვზრუნავთ ჩვენი საზოგადოების, ესაა ნონსენსი და რატომ? იმიტომ რომ აქ წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ნახე მონაცემები, რომელიც აქვს მაგალითად დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, შვედეთს და ასე შემდეგ, სადაც წერია, რომ მძიმე დანაშაულების მხოლოდ 5% არის მძიმე ფსიქიატრიული დაავადებებით გამოწვეული. აქედან გამომდინარე, მაგალითად 600-700 მკვლელობა ბრიტანეთში ყოველწლიურად
არის სადღაც 5%-მდე ჩადენილი შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის. მე ბოდიშს მოვუხდი იმ ოჯახებს, რომლებსაც რაღაც ზიანი ჩვენთან საქართველოში შეიძლება ჰქონდათ იმის გამო, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირმა მათ ოჯახს რაიმე ზიანი ან ოჯახის წევრს მიაყენა ან ცუდად დასრულდა რაღაც. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის უკანად სახელმწიფოს პრობლემაა, იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვნად არის საუბარი, რომ ასეთი ტიპის დანაშაულების ზრდა მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებში ხდება რამდენიმე მიზეზით. ერთი არის ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, რომლის დროსაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს ცნობიერება უნდა ჰქონდეს იმისა, რომ თუ მათ შვილს აქვს რამე ფსიქიკური დაავადება და მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, მოიხმარს ალკოჰოლს, რისკი იზრდება ძალადობის. მეორე, ესა უმუშევრობა და სოციალური გარემოს არარსებობა ამ ადამიანისთვის, სადაც თავის შესაძლებლობებს შეძლების დაგვანად გამოავლენს. მესამე, ის რომ ადამიანები, რომლებიცაც რეესტრით მემუქრებით არ მივლენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და რა თქმა უნდა ის ცუდი ინფრასტრუქტურა და ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ სოციუმს გაუფრთხილდეს, სახელმწიფო ვალდებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაში უფრო მეტი ინვესტირება გააკეთოს სწორი კანონმდებლობით, არა შეუზღუდოს ექიმისკენ სავალი გზა პაციენტს, არამედ პირიქით დაეხმაროს, რომ დროულად მივიდეს პაციენტი ექიმთან და მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. ჩვენ ფსიქიატრებს გვჭირდება კარგი ჯანმრთელობის პორტალი. სამედიცინო დოკუმენტაციის პორტალი, იმიტომ რომ ჩემთან მოსულ პაციენტს თუ აქვს სურვილი რომ გავეცნო მის მდგომარეობას ჰოლისტურად, სრულფასოვნად, რა დარღვევები აქვს და ამის მიხედვით შეურჩიო მკურნალობა, მე პაციენტმა უნდა მომცეს უფლება წვდომა მქონდეს მის სამედიცინო ჩანაწერებზე და არა პოლიციურ კონტექსტში, არამედ იმისთვის რომ მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინო. ჩვენ წვდომა არა გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაციაზე, რაც ჯანმრთელობის კონტექსტში სჭირდება პაციენტს და სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას სამედიცინო პორტალი და არა ადამიანების დასჯის რეესტრი, რომ მე ჩემთან მოსულ ადამიანს სწორი დახმარება აღმოუჩინო და არა ის, რომ დაუშვათ დასაჯოს და სუშიშის და კანკალის ქვეშ იყოს, რომ მისი ინფორმაცია ვინმე არ გამოიყენოს შანტაჟისთვის. იყო ასეთი შემთხვევები. ისეთ კარგ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად ფინეთი, ჯანდაცვის რეესტრიდან მოიპარეს რაღაც ინფორმაცია და ადამიანებს ემუქრებოდნენ ამითი. მაგრამ სახელმწიფო, იმიტომ იყო სახელმწიფო, რომ ის ადამიანები დასვა თავის ადგილას და შესაბამისი დარღვევისთვის მისცა შესაბამისი სასჯელი. აი ასეთი შემთხვევები მსოფლიოს აქვს, მაგრამ ამას უზრუნველყოფს სახელმწიფოში სასამართლო, ამას უზრუნველყოფს სახელმწიფოში კანონმდებლობა. ზოგადად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის დამაზიანებელი როგორც პაციენტისთვის, ასევე სერვისებისთვის და ამ სერვისების მომხმარებელი პაციენტებზე და ექიმებზე კი არა მაქვს საუბარი. თლიანად საზოგადოებისთვის. რამდენად იქნება შესაძლებელი დავუშვათ აი ამ სიაში მოხვედრა, არ მოხვედრა, მე პოლიტიკური მიზანშეწონებებით გამოიყენოს, მაგალითად მოხდეს ადამიანის სტიგმატიზება, რომ აი შენ გიჟი ხარ მაგალითად. ხელისუფლებას იმიტომ აკრიტიკებ, რომ გიჟი ხარ და აი მსგავსი გამოცდილება, საბჭოთა გამოცდილება უკვე გვაქვს, როცა ფსიქიატრიული დიაგნოზი გამოიყენებოდა. ხო, დუნეთ მამალი შიზოფრენია. რაც იყო დიაგნოზი საბჭოთა კავშირში და დისიდენტებისთვის, ანუ შენ თუ იყავი პროტესტში, წინააღმდეგობას გამოხატავს, ეგ შენ არ იყავი ბოდიში შეგაწყვეტინებ. სოციალური თანაცხოვრების ნორმების დარღვევა. 5 ღამე ზედიზედ რომ ჩამერთო პინკ ფლოიდები მაღალ ხმაზე, მეზოპელს შეეძლო ჩემზე საჭივარი დაეწერა და მით უმეტეს თუ იქნებოდა საბჭოთა სისტემის მიმართ წინააღმდეგობრივად მიმართული რომელიმე სიმღერა
შეიძლებოდა ფსიქიატრიულში გადაყვანითაც დასრულებულიყო ეს ამ რეალობიდან გამოვაღწიეთ ჩვენი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან და ცხოვრებისეული ისტორიებიდან გამომდინარე, უფრო სწორად ხვდებით საით მიდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კონტექსტი რა ჩვენ გვაქვს დღეს საქართველოში, როცა ხედავთ ხო ადამიანებს ბოთლის სროლა, დროშას, წარი მოიქნია, სილა გააწნა, აქვთ აბსოლუტურად ზოგ საერთოდ უკანონო, ზოგს აბსოლუტურად შეუსაბამო სასჯელები გამოტანილი და ხედავთ რომ ადამიანები პოლიტიკური ნიშნით ისჯებიან, ამ კონტექსტიდან გამომდინარე რო დგახარ რა თქმა უნდა რჩება რომ ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი კონტროლის მექანიზმი და ყველაზე მეტად რაც ადამიანს აჩერებს ეს კარგად იციან ეთყობა იმ სისტემებმა რომლებიც დიქტატურებს ქმნიან არის სირცხვილი აი ეს სოციალური სიკვდილთან გათანასწორებული და რა ხდება ამ კატეგორიაში ხდება ფსიქიკური ჯანმრთელობა. მე გეტყვით კიდევ ერთ რაღაცას, აიცით, მე არაერთხელ მიფიქრია იმ კონტექსტზე, რატომ ვანგრევთ იმას, რაც გავაკეთებთ. გნებავთ განათლებაში, გნებავთ ფსიქიატრიაში, გნებავთ სხვადასხვა მიმართულებით რაღაც რაციონალური და კარგი რო იქნება, რატო ვანგრევთ. აი ესე ხელაღებით უაპელაციოთ თავისუფალი ადამიანის აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება და სწორედ აი ამ ძალაუფლების ხელში აღების პროცესში თავისუფალი ადამიანის განადგურება და მიწასთან დაცემა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი, რაც მე მგონი აი ამ თემის უკან დგას. კი ბატონო და აი ეს ეხლა თქვენ რაც ვკითხეთ, თუ ვცდილობთ რომ არა ძალიან კარგად გადაება ეს თემები, ისინი რას აკეთებენ და რა მექანიზმები ცდილობენ ადამიანებს თუ დააკვირდებით შიშით ეს ფსიქიკურ ჯანმრთელობის სფეროს რაც ეხება ეს არის უკვე სირცხვილით ანუ შერცხვენა გარიყვა საზოგადოებისგან რომ მას ხმა აღარ ამოეღებოდეს ხო და ჩვენ ვიცით რომ ეს შეიძლება ეს პროცესი უნარო ეს ცნებაც რო შემოვიდა ხო შესაძლოა შენ მოხვდე მართლმსაჯულების სისტემაში პროცესი უნარო გიწოდონ და შესაბამისად ამან წაგართვას ყველანაირი უფლება არა მარტო იმ ეპიზოდში როცა შენ ამ სისტემაში ხარ ზოგადად შენი მთელი ცხოვრების მანძილზე კიდევ საწავა ფანტაზია რომ ადამიანი ცხოვრზე უფრო ესე არ არის მაგალითად პოლიტიკური ნიშნებით გამოყენებულია რუსეთში ეგრევეა პოლიტიკურ ოპონირებაშია გამოყენებული განსაკუთრებით რთულია კიდევ თუ ნარკოტიკთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ანუ ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან წამოდამოკიდებულებასთან კონტექსტში თუ სადღაც დაგიჭირეს იქაც პრობლემა ძალიან ხშირად ოპონირებას აკეთებენ რომ აი ღამე უძინარ ადამიანს აი ამან ეთყობა მოიხმარა რაღაც აი უკვე ამ კონტექსტისკენ მივდივართ და რა თქმა უნდა ბუნებრივად ჩდება ეს ეჭვირო ეს პოლიტიკური მიზნებით იქნება გამოყენებული ადამიანებით მანიპულირებისთვის ჩვენ ვთვლით, რომ პაციენტის უფლებები და ზოგადად ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში და შესაბამისად ყველა ის კანონი, რომელიც იქნება მიღებული, უნდა იყოს ადამიანისთვის და მათი კეთილდღეობისთვის და არა ვინმე ჩინოვნიკისთვის. ჩვენი ხედვა არის ის, რომ პირველი უნდა გატარდეს ძალიან ძირფესვიანი რეფორმა ფსიქიატრიაში და ნარკოლოგიაში, მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიატრია და ნარკოლოგია უნდა გაერთიანდეს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე შედეგებს იმის, რომ ეს დარგები არის გაყოფილი. მესამე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემზე ორიენტირებული ფსიქიატრიის ჩამოყალიბება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გადასადგმელი ნაბიჯი, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ეს გამოწვეულია
ყველა იმ მოვლენით, რაც დღეს საქართველოში ხდებოდა და ხდება. ეს არის მუდმივი სტრესი, ეს არის მუდმივი ტრავმა, ეს არის მუდმივი პრობლემები, რომელსაც უქმნის სახელმწიფო მოქალაქეებს. შესაბამისად, უნდა მოხდეს სუიციდის პრევენცია და აუცილებლად უნდა მოხდეს სოციალური სახლების შექმნა, სადაც ადამიანები, რომელსაც აქვს გარკვეული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, იქნენ უზრუნველყოფილი როგორც სამუშაოთი, ასევე მათი ყველა უფლებები იყოს დაცული და ასევე მკურნალობით. უნდა დაინგრეს დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, რომელშიც წლებია წვანან პაციენტები და უნდა მოხდეს აუცილებლად პაციენტების თემში ინტეგრაცია. უნდა დარჩეს მხოლოდ ისეთი იმდენი რაოდენობა ადგილს, რომელიც აკმაყოფილებს მწვავე შემთხვევებს. უნდა მოხდეს თვითონ შენობების რეკონსტრუქცია, იმიტომ რომ ეს შენობები აბსოლუტურად დღეს რაც არის ფსიქიატრიული საავადმყოფოები არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს იმას, რასაც დღეს თანამედროვე ფსიქიატრია ქვია. და რაც მთავარია, არ უნდა შევქმნათ რეესტრები, სადაც ადამიანებს ექნებათ შიში იმისი, რომ მათი დაავადება იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული. და რაც მთავარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტიგმის შემცირება, იმისთვის რომ ფსიქიატრი არ იყოს სტიგმატიზირებული და ფსიქიატრი არ იყოს დასჯადი და არც ნარკოლოგია. და ჩვენ მივიღოთ ისეთი ფსიქიატრია, რომელშიც ადამიანები თავიანთ პრობლემებს შეძლებენ რომ მოაგვარონ. ჩვენი ხედვით წინასაარჩევნოდაც პროგრამაში ხაზგასმული ჰქონდა ის, რომ მენტალური ჯანმრთელობა სომატურ დაავადებებთან, სხვა ნებისმიერ დაავადებასთან ერთად უნდა იყოს წამოწეული წინა პლანზე, ვინაიდან ეს ფაქტობრივად უგულებელყოფილია დღევანდელ დღეს და გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ჩვეულებრივ მოავადე ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და ამ პრობლემის იდენტიფიცირება პირველ რიგში მნიშვნელოვანი და შემდგომ მისი მართვა. ამიტომ მისი გარკვეულწილად აქტუალიზაცია მოხდება აუცილებლად. მეორე და მნიშვნელოვანი მგონია, რომ არის კვლავ და კვლავ დარგის სპეციალისტებთან კოორდინაცია, კომუნიკაცია, მათ შორის ასოციაციასთან, რომელიც არაჩვეულებრივი ასოციაცია გვაქვს ქვეყანაში და მათ გარეშე ვერანაირი რეფორმა ვერ მოხდება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს უკვე 2022-30 წლის სტრატეგია ფსიქიკური ჯანმრთელობის, რომლის არც ერთი პუნქტის ფაქტობრივად შესრულებული არ არის. ეს არის ჩვენი ფრანგი კოლეგების და საფრანგეთის განვითარების ფონდის ფინანსური დახმარებით გაკეთებული სტრატეგია, რომელიც ეფუძნება ძალიან მნიშვნელოვან კვლევას, წინწრებად ჩატარებულს და ალბათ ამ ყველაფერზე მრავალფაქტორულად დაყრდნობით შემდგომ უნდა მოხდეს რეფორმირება, ძირეული რეფორმირება სისტემის კოორდინაციაში დარგის სპეციალისტებთან და როგორც უკვე აღვნიშნე, პირველადი ჯანდაცვის რგოლში გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული საკითხი აუცილებლად. მათ შორის, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლების ნაწილში, როგორც კლინიკური დარგის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, ასევე საზოგადოებრივადაც და მოხდეს ამ თემის აქტუალიზაცია და საბოლოო ჯამში მოვიდეს თანხwebdriverში თანამედროვე სტანდარტებთან და ჰუმანურ მიდგომასთან, რომელიც ეკუთვნის ნამდვილად ამ დარგს და ამ დარგის წარმომადგენელ როგორც სპეციალისტებს, ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ასეთი ტიპის დახმარება დასჭირდება შემდგომში. პირველი და უმთავრესი, რაც მომეწონა და საიდკენაც მივდივართ, ეს არ არის ახალი იდეა, ის რომ ხელოვნურად გაყოფილი ორი პროფესია, ნარკოლოგია და ფსიქიატრია ერთმანეთს უნდა დაუახლოვდეს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ორმაგი დიაგნოზი, დუალური დიაგნოზი. ერთი დიაგნოზი არის მენტალური ჯანმრთელობის კონტექსტიდან და მეორე დაუშვათ ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები. საქმე იმაშია, რომ ესაა ერთი დედის ორი
მხარე მარჯვენა და მარცხენა. სინამდვილეში ესა ერთი სხეული. ჩვენ ერთი სხეული გვაქვს, ერთი ბიოლოგია გვაქვს, ერთი ფსიქიკა გვაქვს და ერთი სოციუმი გვაქვს. ამიტომ დღეს ნებისმიერი დარღვევა, რომელიც არის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში, რომელიც გვეუბნება, რომ აი ესე ჰარმონიულად, ჰოლისტურად უნდა განვიხილოთ ადამიანი და აი ამ ჰოლისტიკაში ეს გახლეჩილია, ეს ორი დარგი ერთმანეთისაგან და მეუბნება, რომ ამ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბავშვობაში პრობლემა და მან შფოთვის მოსახსნელად მოწია პირველი ნარკოტიკის შემცველი, იგივე მარიხუანა, ხო? სამწუხაროდ ცუდად ინტერპრეტირდება. დღეს სამწუხაროდ კიდევ არის მოსაზრება, რომ კარიბჭის როლს თამაშობს მაგალითად იგივე მოსაწევი ნარკოტიკი, მარიხუანას გამოვიყენებ ამ ტერმინს კანაბინოიდების მოხმარებას უკავშირდება თითქოს ყველა უბედურება შემდეგ. რატომ მოწია ამაზეა საუბარი დღეს? მსოფლიოში ამაზე საუბრობენ, რატომ მოწია? იყო თუ არა ის ინფორმირებული მე-11-მე-12 კლასამდე, რომ გადაწყვეტილება სწორად მიეღო. დღეს აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის სხვადასხვა დარგი. ნორმალურ ქვეყნებში ეს ასე აღარ არის. ესაა პოსტსაბჭოთა სიმძიმე, რომელიც დღესაც მოყვება და პრაქტიკულად გაგვხლიჩა და გადაგვიყვანა ნარკოლოგიურ კონტექსტში, ნარკოლოგიაში გადაგვიყვანა პრაქტიკულად დაყვანილია ოპიოიდ ჩანაცვლებით თერაპიამდე. არ არის ეს. არ არის ჩანაცვლებითი თერაპია ნარკოლოგია. ნარკოლოგია ბევრად უფრო დიდი შვილია იმ საერთო მედიცინის დარგის, რომელსაც ფსიქიატრია ქვია. ეს ერთი თემა იყო. მეორე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ანის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მოხდეს, რომ ცნობიერების ამაღლება მოხდეს მოსახლეობისაც, მაგრამ რა თქმა უნდა, სამედიცინო განათლებაშიც ღვევა გვაქვს, იმიტომ რომ სამედიცინო განათლება, განსაკუთრებით ფსიქიატრიაში, სანამ რეზიდენტურა იქნება ფასიანი და სანამ ჩვენ საბრალო რეზიდენტს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი თავი მიუძღვნავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს, ჯიბიდან ექნება თავისი განათლებისთვის გადასახადი, ეს პრობლემა იქნება. მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი გვჭირდება, როგორც ფსიქოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები, ასევე სოციალური მუშაკები, ასევე ოკუპაციური თერაპევტები, ასევე ფსიქიატრები ხო თავისთავად და პროფილირებაც, იცით, აი ბავშვთა ფსიქიატრიაში იყო დიდი ნაპრალი, გარკვეულწილად ცოტა ივსება და ცოტა მეტი ადამიანი დაინტერესდა, მაგრამ რა დააშავა გერონტო ფსიქიატრიამ. დღეს როცა დემენცია, დელირიუმი ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია მოსახლეობას, ექიმიც ცუდ დღეშია. მოყავთ 80 წელს გადაცილებული ადამიანი და გეუბნებიან, რომ ეს ნევროლოგმა გითხრა თქვენთან მოვიყვანოთ და დავაწვინოთ უნდა კლინიკაში. მათ სხვანაირი ინფრასტრუქტურა სჭირდებათ და სხვა ტიპის მზრუნველობა სჭირდებათ. იცით, აი ძალიან მაინტერესებს დავიჯერო იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკას ქმნიან. ზოგადად მოსახლეობაში არ აყავთ ისეთი მეგობარი, რომელსაც დაუშვათ ასეთი პრობლემები აქვს. იგივე ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან მიმართებაში რატომ უკეტავენ გზას? და რატომ არ ფიქრობენ უფრო ფართოდ? დიახ, ფინანსურად რომ ჩაიხედოთ, სუდი პროგრამა არა გვაქვს, მაგრამ სად მიდის პროგრამის ბიუჯეტი? მიდის დიდ საავადმყოფოებში პაციენტების კურნალობაზე და არა რეაბილიტაციაზე. ვეხმაურები თქვენს მოსაზრებას და აბსოლუტურად ვიზიარებ. თუ არ იქნა ტვირთი თუ არ აიღო ცოტა სადაზღვეო, დავრჩებით მარტო შიზოფრენია, მკურნალობა არის სახელმწიფოს მოვალეობა და სად წავიდეს აი ის შფოთვითი აშლილობები, მაგალითად, რომელიც მნიშვნელოვნად 27%-ამდე იყო მოსახლეობაში კოვიდის პერიოდის შემდეგ და ეხლაც რაღაცა დასტაბილურებისკენ მივდივართ, მაგრამ 19% არის ზოგადად მოსახლეობაში. მათ რა უყოთ? მათთვის ანტიდეპრესანტის გამოწერას ფსიქიატრის გარდა ჭირდება სადაზღვეო მედიცინაში ფსიქოთერაპევტის გაჩენა და თუ ფსიქოთერაპევტს არა, წამალი მაინც ხო შეიძლება რომ უფასოდ მისცენ, დაზღვეულზე მაქვს საუბარი.
ვეთანხმები დეინსტიტუციონალიზაციის საჭიროებას, ვეთანხმები გეოგრაფიული გაფართოების საჭიროებას და ვეთანხმები, ამაზე ნინო ლაპარაკობდა, ტელემედიცინის განვითარების საჭიროებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ სადაც ეს ხილმისაწვდომობა დაბალია, ტელემედიცინას შეუძლია ადამიანებს დახმარება გაუწიოს. ახლა რაც შეეხება ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს, ხო? აქ რაშიც გავაკრიტიკე, იმაზე ვიტყვი, რომ უნდა არსებობდეს რაღაც კარიბჭის მექანიზმი, ანუ ჩვენ არ უნდა გამოგვიპაროს ბავშვები, არა იმიტომ რომ გავრიყოთ ეს ბავშვები, არამედ იმიტომ რომ დავეხმაროთ, ადრეული ასაკიდანვე, ეს იქნება სკოლამდელი დაწესებულება, ეს იქნება სკოლა, ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის რგოლი, დროულად მოხდეს მათი იდენტიფიცირება და მე უნდა ვიცოდეთ სად გავუშვათ, ხო? და აქ არსებობს გრადაციულად სხვადასხვა ტიპის მომსახურება. მაგალითად არაჩვეულებრივად მუშაობს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით უცხოეთში ეგრეთ წოდებული სათემო ხაბები. ანუ იქ სადაც ბევრი ბავშვი იყრის თავს, შეიძლება იყოს რაღაც ქალაქის ცენტრალური ადგილი, არსებობს სათემო ხაბი, სადაც ბავშვმა იცის მისი არსებობის შესახებ, მას აქვს სახელწოდება, რომელიც სტიგმას შეიცავს, ძალიან ნეიტრალური და ბავშვმა იცის, რომ თუ მას რაღაც უჭირს, აქ შეუძლია შევიდეს. აქ მას ხვდება დაახლოებით მისი ასაკის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც შეიძლება თანასწორ განმანათლებელიც იყოს, რომელიც გამოკითხავს რა ხდება და შემდეგ აი დღეს შენ რაზე გინდა ლაპარაკი, იქ შეიძლება სოციალური მუშაკი ჩაერთოს და ასე მოხდეს ბავშვის სერვისში. ასევე სკოლებს აქვთ აი სოციალური სამსახური, როცა არსებობს სკოლაში, წვდომა ამ ხაბებს, იმიტომ ეს ერთ თემშია განთავსებული და სკოლის სოციალურ მუშაკს, ან ჩვენ შემთხვევაში მანდატურს შეუძლია დაუჯავშნოს ადგილი აი ამ ხაბში, რომ აქ მივიდეს. ხო, ეს არის ერთ-ერთი რგოლი. მე შეიძლება იმის და მიხედვით, თუ უფრო ისეთი გამოკვეთილი პრობლემებია, დღის ცენტრები არსებობს, თავისი მულტიდისციპლინური მიდგომები და ყველაზე უკიდურესი ზომა ეს არის რეზიდენტული დაწესებულება, რომელიც არაფრით არ უნდა გავდეს იმას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. გულისხმობ პრეზიდენტულ ცენტრს, რომელიც არის ყველაფრით უზრუნველყოფილი, მულტიდისციპლინური გუნდით, ინფრასტრუქტურულად გამართული, სადაც ბავშვს შეუძლია ეზოში დარგოს, რაღაცები აკეთოს. მოკლედ, მე ხო იდეალისტურად ვუყურებ, მაგრამ იდეაში თუ კი ჩვენ გვინდა რომ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას მივხედოთ, აი ასეთი სისტემა უნდა ავაწყოთ, სადაც აი ეს რგოლები რაც ჩამოვხთვალე, ერთმანეთს ხედავენ, განათლება თავის კუთხით არის ჩართული, იდენტიფიცირებას აკეთებს, საერთოდ შესაძლოა არაფერი ესაქმება, კაცრად თქვი, არაფერი ესაქმება ამ სფეროსთან, გარდა იმისა, რომ თუ ბავშვი ქუჩაში დანაშაულს ჩადის, ყურში კი არ წაუჭიროს ხელი და ციხეში კი არ წაიყვანოს, მიიყვანოს სათემო სერვისში, სადაც მას ასე ვთქვათ, დახმარებას აღმოუჩენენ, ხო? და ყველა სხვა რგოლი, ყველა ჯანდაცვას, განათლებას, ყველა სისტემას, რომელსაც ბავშვთან აქვს შეხება, უნდა კონდეს თავისი კონკრეტული ფუნქცია და ეს მულტიუწყებრივი თანამშრომლობა უნდა ხდებოდეს. აი ეს არის მოდელი, რომელისკენაც მე პირადად ვოცნებობ, რომ ოდესმე საქართველოს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო წავიდეს. კლასტერული მოდელი ქვია ზოგადად ამ მოდელს და ასეთი კლასტერული მოდელი შეიძლებოდა კლასტერული მოდელით ერთი მაინც როგორც სამოდელო შეგვექმნა მით უმეტეს ამის შესახებ ცოდნა და გამოცდილება 2000-იან წლებშიც გქონდა და ამ მიმართულებით დაწერილიც გქონდა რაღაც, რომ აი მაგალითად პატარა განყოფილება რომელიმე ერთ მრავალპროფილიან კლინიკაში, კი ბატონო, მაგრამ აქ იყოს ამბულატორიაც, რომ იმ ტერიტორიული პრინციპით პაციენტები აქ მოვიდნენ, თავის ექიმს ესაუბრონ, ეს ექიმი მიყვება მას სხვა კლინიკაშიც რო წავიდეს იქ არსებობს ეს გამოცდილება, დაწერილია ეს გამოცდილება, მაგრამ არც ფინანსები მიყვა ამას და არც ნება მიყვა ამას. და სახელმწიფო და ადამიანი სახელმწიფო ადამიანისთვის და ადამიანის სახელმწიფოსთვის კი არ არის ეს მოდელი, არამედ ეს
დიქტატურის გამოხატულება, დიქტატი, მე ასე მინდა და ამ ადამიანს რა სჭირდება, სამწუხაროდ ნიველირებულია. ისე როგორც აი ბარნახუსის სახლები, რომელიც სკანდინავიურ მოდელზე აგებული და გვაქვს ჩვენ ასეთი, ის არის მთლიანად ბავშვთა ძალადობის მსხვერპ ბავშვთა მომსახურების ერთი კარის პრინციპით, შედის იქ ხდება ყველა სპეციალისტი, არ არის საჭიროება. ეს ძალიან კარგი რაღაც დღეს გვაქვს იმედია შენარჩუნებული იქნება, თუმცა გვაქვს მარტო თბილისში. ანუ ეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა აქ არ არის. ჩემზე რო იყოს, მე აი ესეთი ტიპის სახლებს, კიდე სათემო სახლებს გავხსნიდი არა მარტო ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ეს დანაშაულსაც შეგიმცირებს. ახლა 10 წლიდან რო უნდათ ბავშვები დაიჭირონ, ხო? ეს ადრეული ინტერვენცია არის, პრევენცია შემდგომი გართულებების და ადამიანის ცხოვრების კეთილდღეობის განცდასაც გააზრდის, ხო? ძალადობის მაჩვენებელს შეამცირებს. თუ კი შენ ადრეული საფეხურიდან გექნება სწორი, არამასტიგმატიზირებელი ჩარევა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. შეჯამების სახით ჯერ პირველ რიგში ანის მინდა დავეთანხმო და მიხარია რომ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც ესე ფიქრობენ. მეორე გასახარებელი რაც არის, რომ პროფესიული თემი ერთიანია, გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა და სამწუხაროდ ეს ყოველთვის ესე იყო, მაგრამ უმეტესობა ძალიან დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თulis რომ სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამეზე ილაპარაკა ანიმ, რაც მე შეიძლება გამომრჩა, ეს არის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირება, რაც არის დეინსტიტუციონალიზაციის ერთ-ერთი ნაწილი. პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირება ამ სერვისების და ჩვეულებრივ ფართოპროფილიან საავადმყოფოებში არსებობა ესეთ ტიპის განყოფილებების, ამბულატორიების, კრიზისული ცენტრების და ასე შემდეგ და კიდე ერთი რაც მთავარია, რაც უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, ეს უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება პრობლემის, რაც შეიძლება ადრეულ პერიოდში და დღეს მაგალითად მთიან სადღაც სოფელში რო ადამიანს აქვს გარკვეული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, მას უნდა კონდეს შესაძლებლობა რომ მიიღოს სერვისი. ეს შეიძლება არ იყოს, რა თქმა უნდა, ყოველ სოფელში, მაგრამ პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტს ან ექიმს უნდა კონდეს იმის ცოდნა, რომ ამოიცნოს ეს დაავადება და არა რეესტრში შეიტანოს, როგორც ამას დღევანდელი რეჟიმი ითხოვს, არამედ რეალური დახმარება მიიღოს. და კიდე ერთი ძალიან მთავარი, ეს არის ის რეფორმა, რომელსაც დღეს ნარკოლოგიაში ატარებენ. დღეს, რასაც აკეთებენ ნარკოლოგიაში, არის სრული კატასტროფა. მივექანებით ბელორუსისკენ, რუსეთისკენ, სადაც ეს სავალდებულო მკურნალობა, რომელიც აბსოლუტურად არანაირად გამართლებული არ არის, ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამების გაურკვეველი სტატუსის არსებობა და რეჟიმის მიერ ნათქვამი, რომ ჩანაცვლებით თერაპია არის ლეგალური ნარკომანია, ეს ანგრევს თელ ზიანის შემცირებას. ეს ანგრევს თელ იმ პოსტულატს, რაც არის და იმ დიდ იდეას, რასაც ქვია ზიანის შემცირება, რომელსაც დღეს მსოფლიო აღიარებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ საშუალებას, ამ ერთი გამონათქვამით ანგრევენ ამას და თვლიან, რომ ეს ვითომ ზიანის შემცირებაა. აბსოლუტურად ძალიან შორს დგას ამისგან ყველაფრისგან. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, იმიტომ რომ დღეს ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ძირეული რეფორმა უნდა მოხდეს, დაწყებული პირველ ჯანდაცვის რგოლიდან დამთავრებული კლინიკით, სადაც პაციენტი მოხვდება. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს თავად ძირეულ რეფორმას. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური დარგით საჭიროებს რეფორმირებას. დარგის სპეციალისტების კოორდინაციით უნდა მოხდეს ეს რეფორმირება და მე დავეთანხმები ბატონ ზურას დეინსტიტუციონალიზაციის ნაწილში აუცილებლად, ვინაიდან განვითარებული სამყარო, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ისწრაფვის იმისკენ, რომ სტიგმა მოშორდეს ადამიანს
ადამიანს, მათი ინტეგრირება მოხდეს ჩვეულებრივ ჰოსპიტალში, დღის სტაციონარებში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს სერვისები, მათ შორის რეგიონების ჭრილში, სადაც ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და ესეც აღმოსაფხრელია იმისთვის, რომ გყავდეს ნორმალური განვითარების, როგორც ახალგაზრდები ბავშვობის ასაკიდან, ასევე შემდგომ ნორმალური მენტალური ჯანმრთელობის მქონე პოპულაცია და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი საზოგადოება და პოპულაცია, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, იყოს როგორც ფიზიკურად ჯანმრთელი, ასევე მენტალურად ჯანმრთელი.